ჯიუდო არის ოჯახი და ემოციები, რომელიც უსაზღვრო არის. ბოგოტა ჯიუდო არა, უფრო ბიჭის თემა არისო, მაგრამ როდესაც გაიგეს ჩემი შედეგების შესახებ და დარწმუნდნენ, რომ კარგად გამოდის გოგოს ჯიუდო, აი აღარ არის უკვე სტერეოტიპები. მე ვარ ლიზა დავაძე, 14 წლის. დაახლოებით რას დავდივარ ჯიუდოზე არის 3 წელი, 2021 წლიდან. ჩემი мотиваცია იყო მამაჩემი. თავდაპირველად მამაჩემის გამო გამიჩნდა სურვილი რომ ჯიუდოზე შემოსულიყავი. ჩემ წონაში ვარ ამჟამად საქართველოში პირველი ნომერი. თურქეთის ევროპის თასზე დავიკავე მეორე ადგილი, ოდნავ დამაკლა ერთი ნაბიჯი პირველობამდე და იმედი მაქვს რომ ამ შედეგს გამოვასწორებ და მომავალში პირველობას მოვუტან ჩემ საქართველოს. მივხვდი რომ ეს ჩემი სპორტი არის და მე შემიძლია ყველაფერი. გოგოების საქმე ნამდვილად არის სპორტი და იმედი მაქვს რომ ამ სპორტში ბევრი გოგო ჩაერთვება და არამედ ჯიუდოში, არამედ მთლიან სპორტის ინდუსტრიაში. იმედი მაქვს რომ გოგოები ხშირად ასახელებენ ჩვენ ქვეყანას. მე ვარ ქეთი ხარაზიშვილი, 14 წლის. პირველად ვიყავი 11 წლის, როდესაც დავიწყე ჯიუდოზე სიარული. მე იმდენად მომეწონა ეს სპორტი და იმდენად საინტერესოდ მივეჩნიე, რომ გადავწყვიტე, რომ მეც უნდა ყოფილიყავი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი ჯიუდოში. დედა ჩემიც კი იძახდა იმას, რომ ანუ მართლა ვერ ხვდებოდა თუ რა უნდა გამეკეთებინა ამ სპორტში, იმიტომ რომ გოგოები ბევრი არ ვიყავით, მე და ლიზა და ანუ ფიქრობდნენ რომ არ იყო ეს სპორტი გოგოსთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, იმიტომ რომ იმდენად მინდოდა და იმდენად მომწონდა ეს სპორტი, რომ ვიფიქრე რომ მათი აზრი არ იყო ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი და ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ ანუ რატო გვისვამდნენ ეგეთ კითხვას, იმიტომ რომ ყველას შეუძლია ნებისმიერ სპორტში იყოს ზოგი ჯიუდოისტი იქნება, ზოგი მოცეკვავი, ვისთვის როგორ. ბოლოს ვიყავით ლატვიაში, რიგის ევროპის თასზე, სადაც გავხდი ბრინჯაოს პრიზიორი. მაგ შეჯიბრებას ნერვიულობდი, იმიტომ რომ უცხო ქვეყანაში ესე რომ ვთქვათ, ხშირი გასვლები არ გვაქვს, მაგრამ როდესაც ატომზე შედიხარ, უნდა იფიქრო იმაზე, რომ შენ გამარჯვებისთვის ხარ ჩამოსული და მეც ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, რადგან ვიცოდი, რომ საქართველოში მეოდებოდნენ მეგობრები, ნათესავები და მათი გახარება მინდოდა. ვისაც უნდა შემოსვლა, ვფიქრობ, რომ ერთ იმას ვეტყვი, რომ პირველ რიგში უნდა იშრომონ. შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და თუ მართლა უნდათ მათ ამ სპორტში სიარული, არასდროს არ უნდა უსმინონ სხვის არს, ან თუ სურვილი აქვთ რომ გააგრძელონ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ რას ვიზავთ მომავალში და აუცილებლად იქნება ამის შემდეგ შედეგი.